გამარჯობა, რადიომედის პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენ ახლა პროფესიულ საგანმანათლებლო თემატიკას გამოვეხმაურებით. საქმე იმაში გახლავთ, რომ 29 მაისის ჩათვლით გრძელდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია და სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ და არა მხოლოდ ამაზე, ზოგადად პროფესიულ განათლებაზე სასაუბროთ რადიომედის სტუდიაში ჩვენ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ნათია გვირჯიშვილს მასპინძლობთ დილამშვიდობისა. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. პირიქით მადლობა ამ მნიშვნელოვანი საკითხით დაინტერესებისათვის. ნამდვილად მიმდინარეობს რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 11 მაისს დაიწყო რეგისტრაცია, რომელიც 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. და ეს პროცესი არის ძალიან საინტერესო ყველა იმ პირისათვის, რომელსაც უნდა შეიძინოს ახალი უნარები, გააგრძელოს სწავლა შემდგომ საფეხურზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პროფესიული განათლება არის განათლების ის საფეხური, რომელიც საშუალებას იძლევა საბაზო განათლების მქონე პირებმაც შეძლონ პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელება. რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე www.ved.g და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დისტანციურად ელექტრონულად მოახდინოს დარეგისტრირება მისთვის საინტერესო პროფესიულ პროგრამაზე. ეს პროგრამა რას გულისხმობს, ანუ ვიზია გათვლილი, როგორც ვთქვი, აქ ასაკი არის შეუზღუდავი, ხო? ანუ სტარტი როდიდან და ლიმიტი როდემდეა და საერთოდ სწავლების რა ხანგრძლივობაა, ამასაც კითხავთ, ჩვენ ვიცით, რომ წელს ეთერ შემოსვლამდე საუბრობთ რომ წელს პირველად რეგისტრაცია პროფესიული განათლების მიმართულებით იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების წინარე რეგისტრაციის ფონზე და დამაბნეველი რო არ იყოს და რო განგვიმართოთ კიდევ ერთხელ იმ რეგისტრაციის შედეგი რაზე იყო გათვლილი და ამ რეგისტრაცია გავლილებს რა პროფესიული განათლება აქვს ეს ერთი და იგივეა სადა აქვს კვეთა და რაშია განსხვავება დიახ, პირველ რიგში განმარტავ იმას, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, როგორც უკვე აღვნიშნე, მინიმალური ზღვარი, ასე ვთქვათ, მინიმალური წინარე განათლება, ეს არის საბაზო განათლება, თუმცა ზედა ზღვარი ჩვენ არ გვაქვს, არც ასაკობრივი ზღვარი არ გვაქვს, შესაბამისად და არც განათლების საფეხურები, საბაზო განათლებით შეუძლია პირს შემოვიდეს პროფესიულ პროგრამებზე. რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეგისტრაციას პროფესიულ პროგრამებზე, კი წელს ნამდვილად ეს განხორციელდა პირველად სისტემაში და ეს ემსახურებოდა იმას, რომ ერთ საგანმანათლებლო სივრცეში და ერთ პროცესში მოქცეულიყო ყველა ის პროგრამა, რომელიც სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს მისცემს განათლების მიღების შესაძლებლობას და შემდგომში უკვე შრომის ბაზარზე გადასვლის შესაძლებლობას. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში იყო გამოცხადებული ძირითადად მეოთხე და მეხუთე დონის პროგრამები, რომელიც სრული ზოგადი განათლების ქონეს მოითხოვს პირისგან და აქ საინტერესო იყო ის, რომ ამ პირებს, რომლებიც დარეგისტრირდებოდნენ პროგრამებზე, დამატებითი გამოცდის გარეშე, ყველანაირი დამატებითი შერჩევის პროცედურის გარეშე შეუძლიათ მიიღონ პროფესიული განათლება. პირი, რომელიც აირჩევს პირობით აირჩია მათემატიკა, რომ ჩაებარებინა მესამე საგნად, მათემატიკა, რომელიც მოთხოვნილი იყო კონკრეტული პროფესიული პროგრამის ფარგლებში, შეუძლია რომ ის მიღებული ქულა ერთიანი ეროვნული გამოცდის ფარგლებში რაც მიიღო, გამოიყენოს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნებით. წინასწარ დარეგისტრირებული. თუ რეგისტრაცია იქ არ გაიარა და ახლა მოუნდება უკვე ვერ გამოიყენოს. რა თქმა უნდა გაეულო რეგისტრაცია. რაც შეეხება 11 მაისიდან მიმდინარე პროგრამებს, როგორც უკვე აღვნიშნე, აქ არის ძირითადად გამოცხადებული ის პროგრამები, რომელიც მესამე დონეს შეესაბამება, რომელიც საბაზო განათლებას მოითხოვს და ასევე არის მეოთხე დონის პროგრამები, ინტეგრებული პროგრამები ძირითადად ასევე გამოცხადებული და ყველა ამ პროგრამაზე, რომელიც 11 მაისიდან რეგისტრაციის ფარგლებში გაიხსნა, შერჩევის პროცესი მიმდინარეობს დაწესებულების შიდა შერჩევის საფუძველზე და ეს ძირითადად მოიცავს ისეთ შერჩევის პროცედურას, როგორიც არის მოტივაციური გასაუბრება, შემოქმედებითი მიმართულების პროგრამებზე შეიძლება იყოს შემოქმედებითი ტური, ასე რომ დაწესებულებას თავად აქვს განსაზღვრული მეთოდები, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სტუდენტთა ფილტრი, რომლითაც შეარჩევს მომავალ სტუდენტებს. გალუტონ ნათია, თქვენ ახლა აღნიშნეთ, რომ წელს პირველად ერთიანი ეროვნული გამოცდების ფონზე ეს უკვე ანუ ატესტატიანი მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება მეორე აგერ ახლა მიმდინარეობს მაისში და კითხვა მაქვს შემდეგი ჩვენ კიდევ და ამ თემასაც გავშლით, ჩვენ კიდევ ვართ სამწუხაროდ მე მგონი მოცემულობაში, როდესაც თალსახად უპირობო პრიორიტეტშია
უნივერსიტეტი თუ უნივერსიტეტი არა ინსტიტუტი და პროფესიული სასწავლებლების თემატიკა ჩვენი მორალური შეფასებით ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ არ არის იმ სიმაღლეზე რომელზეც არის ბევრისთვის სასულე ევროპაში და იქ პირიქით არის ეს პირამიდა და ჩვენთან კიდე ამობრუნებულია ჩვენ ეგრევე მწვერვალის დაპყრობა გვინდა და ქვედა საფეხურებს არ მიმოვიხილავთ და ამასაც დაუბრუნდებით ამ ხრივ რა პროგრესი გვაქვს მაგრამ კითხვა მიმყავს საით გასაგები არ და კარგი გადაწყვეტილება იყო რომ თქვათ მე-10 კლასიდან თუ სწორად მახსოვს თუ მე-11 კლასიდან მოსწავლეს შეძლო სკოლის პარალელურად პროფესიულ სასწავლებელში იარა და იქ პროფესიასაც დაუფლებოდა და ატესტატიც აეღო მე მეგონა კიდევ უფრო მოცულობითი იქნებოდა ეს და საინტერესო აქ სტატისტიკა რამდენად იმედის მომცემია რამდენად მე ვიცი მე კიდევ უფრო მეცველოდებოდი იმ ინფორმაციის საფუძველზე რაც მე გამაჩნია და კითხვა მიმყავს საით თქვათ ისინი ვინც ვერ ჩააბარებენ უმაღლეს სასწავლებელში იქაც ხო ვიცით რანჟირება აქვს და რაღაც პრიორიტეტული მიმართულებები აქვს ორი ტიპაჟი ვინც ვერ ჩააბარებს საერთოდ ან ვინც ვერ ჩააბარებს იმ მიმართულებებზე რაც უნდოდა ამათვის უკვე შემოდგომიდან ხომ არ არის ან ხომ არ განიხილება კიდევ მესამე ეტაპი პროფესიული განათლების დაუფლებისა თქვათ ვინც ვერ მოხდება უნივერსიტეტში ან არ მოხდება იქ სადაც უნდა და პროფესიული სასწავლებლის გზით რომ მათ შეიმსუბუქონ ან კიდევ უფრო გაიმყარონ ცოდნა ან თუნდაც სასტარტო პირობები განავითარონ რომ მომავალ წელს უნივერსიტეტში ჩაბარება გაუათულდეთ და პირობითად ცალსახად უფრო გამოიკეთოს მათ სოფხედველობაში პროფესია რომელიც მათ რეალურად უნდათან დასჭირდებათ დიახ, თქვენ ნამდვილად მართალი ბრძანდებით. ეს ტენდენცია, ასე ვთქვათ, ის რომ პროფესიული განათლება მეორე არჩევანია, არ არის მხოლოდ საქართველოს რეალობაში, ძალიან ბევრი ესეთი ქვეყანა, სადაც პროფესიული განათლება საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება. გარკვეული სტატისტიკის, ასე ვთქვათ, ვარდნას შენიშნავენ ბოლო პერიოდში იმ არჩევანს შორის, რაც არა არჩევანსაც პროფესიული განათლების მიმართულებით აკეთებენ სკოლის შემდგომ მოსწავლეები და უმაღლესი განათლების მიმართულებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ბერკეტი, ასე ვთქვათ, თავისი ხედვა ამასთან დაკავშირებით, როგორ შეცვალოს ეს სიტუაცია და ჩვენ შემთხვევაშიც განათლების სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს იმისათვის, რომ პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და პოპულარული არჩევანი მოქალაქეებისათვის. რაც შეეხება საშემოდგომო მიღების ფარგლებში, ჩვენ ზოგადად ტრადიციულად პროფესიულ პროგრამებზე მიღებას ვაცხადებთ გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ის პირები, რომლებიც გაზაფხულზე გაივლიან რეგისტრაციას და შერჩევის ეტაპი მიმდინარეობს 15 ივლისამდე, 15 ივლისამდე გაივლიან შერჩევას და ჩაირიცხებიან სწავლას დაიწყებენ 14 სექტემბერს, ხოლო სექტემბრის პერიოდში დაახლოებით ჩვენ ისევ გამოვაცხადებთ პროფესიულ პროგრამებზე მიღებას და ამ შემთხვევაში უკვე გამოცხადება ყველა დონის პროგრამა, მესამე დონეც, მეოთხე დონეც და მეხუთე დონის პროგრამები, რომლებიც დაშვების წინაპირობები განსხვავდება, საბაზო განათლება და სრული ზოგადი განათლება იქნება ამ შემთხვევაში არჩევანი. თუმცა ჩვენ რაღაცნაირად ესე არ ვუყურებთ პროფესიულ განათლებას, რომ ეს არის მათთვის, ვინც რაღაცა კარიერის სხვა ეტაპზე გარკვეული სირთულეები ქონდა და ბოლოს პროფესიულ განათლებამდე მოვიდა. ძალიან მინდა ხაზი გაუსვა ერთ საკითხს, რომ სისტემაში, პროფესიული განათლების სისტემაში, როდესაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენი სტუდენტების სტატისტიკას, მათ წინარე განათლებას და ამ პროცესებს ვაკვირდებით, ძალიან ბევრი დაახლოებით ყოველწლიურად 20-დან 30%-მდე მერყეობს იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც პროფესიულ განათლებაში მოსვლამდე მიღებული ჰქონდათ საბაკალავრო განათლება, ან არის შემთხვევები, როდესაც სამაგისტრატურაც კი აქვს უკვე დამთავრებული და უკვე მერე ხედავენ თავიანთ ინტერესს, უფრო იმასაც ხედავენ, რომ პროფესიული განათლება არის პრაქტიკაზე დაფუძნებული, ანუ სწავლა კეთებით. არის შემთხვევები პროფილის შეცვლის, არის შემთხვევები, რომ თქვათ იმ მიმართულების ფარგლებში გარკვეული უნარების განვითარება უნდათ უფრო მეტი პრაქტიკული უნარები რომ შეიძინონ და ასე რომ ეს სტატისტიკა ცხადყოფს რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია პროფესიის არჩევის დროს, სკოლის დამთავრების დროს სწორი გადაწყვეტილება რომ მიიღოს პირმა, რადგან ესე არ მოუწიოს თქვათ უკან დაბრუნება და პროფესიული განათლება იყოს პირველი ეტაპი მათი განათლების, მათი თვითგამორკვევის და შემდგომში უკვე მიიღონ შემდგომი არჩევანი უმაღლესი განათლების მიმართულებით.
მე როდესაც საუბრობდი თქვათ ვინც უმაღლესში ვერ ჩააბარებს ან იქ არ მოხდება სადაც უნდა და მათთვის თუ იქნება შესაძლებლობა არ გულისხმობდი პროფესიულ სასწავლებელს როგორც სიტუაციურ მაშალ რგოლს არა პირიქით ჩვენთან ეს მომავალი პროფესიის განსაზღვრა მაინც მგონია რომ ისევ რჩება ჰიპოთეტური და არის აბსტრაქციული არჩევანი თქვათ რომანტიზება რაღაცა სპეციალობებისა არ ვიცი ახლა ისევ არის თუ არა თქვა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და იურიდიული და ასე შემდეგ ეს ყველაფერი უფრო მექანიკურს გავს და ნაკლებ გააზრებულს ხო და ამ დროს ჩვენ გვაქვს მაგალითად გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიოლოგიის მიმართულებით ისეთი დანაკლისი გვაქვს, რომ რაღაც სანთლიცაძებარია სპეციალისტები, ხო? და ამ მიმართულებით არც იყურებიან და ზოგადი ფაკულტეტები არის ინტერესის საგანი და ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად პროფესიულ სასწავლებელს მე პირადად განვიხილავ ისე, რომ ადრეულ ასაკში, სასკოლო ასაკში ან სკოლის დამთავრებიდან მაქსიმუმ პირველ წელიწადს პროფესიული განათლება ჭყალებში გამოიყენონ მოზარდებმა იმისთვისაც რომ ცალსახად ჩამოუყალიბდეთ კონკრეტული პროფესიული მიმართულება მათი არის თუ არა იმას მაინც ხვდებოდნენ რომ ეს მასთან ახლოს არის თუ არა იმიტომ რომ როდესაც მე-12 კლასში თუ სკოლის დამთავრებისთანავე რაღაც პროფესიულ სასწავლებელში გაივლის ის რაც მას ეგონა რომ მისი აღმოჩნდება რომ მისი საერთოდ არ არის და ეს დიდი მოგებაა და 4 წელს ამაში არ დახარჯავს ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდს ან მინიმუმ ნახავს რომ ეს მართლაც მისია და ახლა უკვე განათლების მაღალ დონეზე გადავა ან შეიძლება საერთოდ პროფესიული საქმიანობა დაიწყოს და არც შეიწუხოს თავი რაღაცა პერიოდის განმავლობაში და მერე გაიზარდოს იქამდე რომ მოთხოვნილება ჰქონდეს რომ უნივერსალური განათლება მიიღოს ეს ალბათ ყველაზე კლასიკური და სწორი არის მე აი ამ კუთხით ვიგულისმე და ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა როდესაც სკოლებში არის უკვე ინტეგრირებული სწავლება პროფესიული და მგონია რომ ეს ჩვენი განათლების სისტემის განვითარების თუ რეფორმის ალბათ განსაკუთრებული მოცემულობა უნდა იყოს, რომელიც ის მარცვალია დროთა განმავლობაში გაღვივდება და შედეგებს მოგცემს ალბათ ცოტა გვიან და არა ასე სწრაფად. თქვენი შეფასებით გითხარით როგორია ახლა მდგომარეობა, მოცემულობა სკოლებში ინტეგრირებული სწავლების კუთხით პროფესიული, რამდენად აუღეს ამას ალღო სკოლებმა, ყველა სკოლაში ეს ტოტალურად სამწუხაროდ არ არის. მე ვიცი რამდენიმე სკოლა რომელმაც მაგალითად იმ მიმართულებას ეცადა მოერგო, რომელიც აიღო პროფილურ სასწავლებლად, პროფილურ თემატიკად თავის სკოლაში, ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, მაგრამ მე მგონი ერთეულებია. სკოლების ჩართულობა ამ მხრივ როგორია და პერსპექტივაში როგორ ხედავთ ამ ყველაფრის შედეგიანობას. მე მგონია, რომ ეს ყველაზე სწორი სტრატეგია იმისთვის, რომ დამამთავრებელი კლასი იყოს არა უბრალოდ საკლასო განათლება, არამედ პროფესიული განათლება. დიახ, ჩვენ ინტეგრებულ პროგრამებზე მუშაობა ბევრად უფრო ადრე დავიწყეთ, ვიდრე სკოლებში შევიდოდით. რა თქმა უნდა, კოლეჯებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება ინტეგრებული პროგრამების დანერგვის, თუმცა 2024 წელი იყო პირველად წელი, როდესაც 20 სკოლაში შევიტანეთ ინტეგრებული პროგრამები და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი როგორც სკოლებისთვის, რადგან წარმოადგენდა მათთვის ძალიან დიდ სიახლეს, ასე ვთქვათ, გამოწვევებთანაც იყო დაკავშირებული, თუმცა მხარდაჭერა სამინისტროს მხრიდან იყო აბსოლუტურად სრულყოფილი, როგორც აღჭურვის თვალსაზრისით, ასევე მასწავლებლების გადამზადების თვალსაზრისით და ეს არის ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა მოსწავლისთვის, ვინაიდან ის არ წყდება საკუთარ სოციუმს, იმ გარემოს, სადაც სწავლობდა და თავის კლასელებთან ერთად იგივე გარემოში რჩება, უბრალოდ ხდება პროფესიული სტუდენტი და ყველაზე მთავარი აქ არის ასევე ის რომ პროფესიულ პროგრამებზე სწავლის დროს ინტეგრირებული ფორმით მიმდინარეობს სწავლება და რას ნიშნავს ახლა ეს ინტეგრირებული ფორმა? ეს ნიშნავს, რომ სრული ზოგადი განათლების სწავლის კომპონენტები იმგვარად არის ინტეგრირებული პროფესიულ პროგრამებში, რომ საბოლოო ჯამში პროფესიული კურსდამთავრებული, ინტეგრირებული პროგრამის კურსდამთავრებული გადის სწორედ იმ სწავლის შედეგებზე, რაც ექნებოდა სრული ზოგადი განათლების დასრულების შემდგომ და მას ამასთანავე აქვს ძალიან საინტერესო პროფესია და დასრულების შემდგომ იღებს როგორც სრული ზოგადი განათლების ატესტატს, ასევე პროფესიული განათლების დიპლომს. და ეს ყველაფერი მას აძლევს შესაძლებლობას გააკეთოს არჩევანი საითკენ განვითარდეს, თქვა წავიდეს შრომის ბაზარზე, მოსინჯოს დასაქმება, თავის პროფესიაში განვითარება, თუ
თუ უმაღლესი განათლების მიმართულებით გააკეთოს არჩევანი და ციკლიც პროფესიული პროგრამების ინტეგრებული სისია დაწყებული, რომ სწავლა რომ იწყება შემოდგომით, ზუსტად ისეთ დროს ამთავრებს პირი, უკვე რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესისთვის მას უკვე აქვს, ასე ვთქვათ, კურსდამთავრებული სტატუსი და შეუძლია რომ დასრულების წელსვე დარეგისტრირდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში. ასეთი სკოლების რაოდენობა გვაქვს 83 სულ საჯარო სკოლა, სადაც პროფესიული პროგრამა ინტეგრებული ფორმით ხორციელდება და რა თქმა უნდა ჩვენი სურვილი არის რომ რამოდენიმე სკოლა წელს კიდევ დავამატოთ ამ რაოდენობას განსაკუთრებით ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც პროფესიული განათლება ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. ასე იგი. კაბოტონათი რამდენად ხვდები სტრატეგიულად ჩვენ მივიღეთ შემდეგი მოცემულობა თუ აქამდე მე-11 კლასელს, მე-12 კლასელს შეეძლო წასულიყო პროფესიულ სასწავლებელში, მიიღო ეს განათლება და ერთად აიღო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ატესტატი. ახლა ვთქვათ ეს მოცემულობა ინტეგრირებული სწავლების სახით სკოლაში შევიდა და ფაქტობრივად საბოლოო დოკუმენტი იგივეა, ორივე შემთხვევაში უბრალოდ კიდევ უფრო ახლოს მივიდა სკოლასთან, ხო? კი ბატონო, აბსოლუტურად იდენტური არის სასწავლო პროცესიც, პროგრამის შინაარსიც, იმიტომ რომ პროფესიული პროგრამები ეფუძნება შესაბამის სტანდარტს და კოლეჯში იქნება ეს პროგრამა განხორციელებული თუ სკოლაში, ორივე პროგრამა ეფუძნება ერთ და იმავე სტანდარტს. უბრალოდ ეს გარემო მოსწავლისთვის არის რა თქმა უნდა, კარგი მოცემულობა, როცა იმავე გარემოში რჩება, უბრალოდ განათლების პროფილს თუ საგანმანათლებლო ლიტერატურას თუ მოცემულობას სხვაზღებულობს. გარემო იგივეა. აი ამ შემთხვევაში სკოლებში ინტეგრირებული სწავლების მიმართულებაში როგორ ხდება ფორმირება სკოლებში, რა მიმართულებებზე, რა სპეციალობებზე გააკეთებენ ისინი აქცენტს და ზოგადად მინიმუმ რამდენ მიმართულებას იღებენ ინტეგრირებული სწავლების შემთხვევაში სკოლები. იმიტომ რომ თქვა კლასში 14 ბავშვია პირობითად, სახელმწიფო სკოლებში ალბათ ბევრად მეტია ეს ასე ალბათ კერძო სკოლებშია, თქვათ ეს საშუალო ციფრი ავიღოთ და ყველას ერთი და იგივე ინტერესი არ ექნება, ხო? ყველა ერთი მიმართულებით არ წვა, სხვა მიმართულებით. აი აქ როგორ პრაქტიკა როგორია, ბალანს რას პოულობს და რას თავაზობს სკოლა და მინიმუმ რამდენი უნდა კონდეს მიმართულება. კი ბატონო, ეს პროგრამის შერჩევა სკოლის მხრიდან დიდი ჩართულობით არის გაკეთებული, რა თქმა უნდა, რამოდენიმე კრიტერიუმს ეფუძნება ის გადაწყვეტილება სკოლაში რა მიმართულების პროფესიული პროგრამა დაინერგება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შრომის ბაზრის მოთხოვნასაც უყურებთ, ასევე ვუყურებთ სკოლის მოსწავლეების ინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რომ შევიტანოთ ისეთი პროგრამა, რომელიც არ არის საინტერესო სკოლის მოსწავლეებისთვის და არ გამოხატავენ მზაობას, რომ ამ პროგრამაში ჩაერთონ და ჩაირიცხონ პროგრამაზე, ასე ვთქვათ, რესურსი არ იქნება მიმართულად დახარჯული. რა თქმა უნდა, ყველა კრიტერიუმი, შრომის ბაზრის მოთხოვნა, ინტერესები და ამავდროულად სკოლის სივრცის მზაობაც არის მნიშვნელოვანი. რამდენად აქ სკოლას ის სივრცეები, რომ შესაბამისი პროგრამა მოეწყოს. ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე შემდგომში უკვე ხორციელდება დანერგვა პროგრამის. მინიმუმ ერთი პროგრამა არის დანერგილი ამ ეტაპზე ამ სკოლებში, თუმცა სტუდენტთა რაოდენობის მიღების შესაძლებლობა არის განსხვავებული 10-დან დაახლოებით 20-მდე, 30 სტუდენტამდე შეუძლია რომ გაატაროს, ასე ვთქვათ და მიიღოს გამტარუნარიანობა, ესეთია დაახლოებით თითო პროგრამის ფარგლებში სკოლისთვის. გააჩნია კიდევ ერთხელ ვამბობ სკოლის ფართის სივრცის საკითხებს და ასე შემდეგ. მოქნილობა გააჩნია. ჩვენ გვაქვს შესაბამისი სტანდარტი, რომელიც უნდა კმაყოფილდებოდეს და შესაბამისად აი ამ კრიტერიუმების საფუძველზე არის განსხვავებული სურათი. სკოლა ამ გასაგებია ახლა ამ 14 იქნება თუ 30 ბავშვიდან ყველასთვის სასურველი ვერ იქნება, მაგრამ ალბათ უმეტესობას რაც მაქვს არჩეული ან რასაც ხედავს იმაზე გაკეთება ალბათ აქცენტი, მაგრამ კონკრეტულად ამ ხრივ სკოლა სრულიად ავტონომიურია, რა მიმართულებას აიღებს, თუ თქვა თქვენთან კონსულტაცია აუცილებელია, ან თქვენი ჩართულობა მოკლედ სპეციალობის არჩევის მიმართულებით გარდა იმისა, რომ სკოლის მოქნილობა და შესაძლებლობა არის ერთ-ერთი პარამეტრი,
კიდევ როგორია თქვენი ჩართულობა, წილობრივი მონაწილეობა სკოლის ინტეგრირებული განათლების პროცესში? რა თქმა უნდა, სამინისტროს ჩართულობა არის ძალიან აქტიური ამ პროცესში, განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს უფრო მეტად მხარდამჭერი როლი ამ პროცესში, რეალურად მას შემდეგ რაც შეირჩევა უკვე პროგრამა, აღჭურვილობის ნაწილში, როგორც თქვი, მასწავლებელთა გადამზადების ნაწილში, ადმინისტრაციული გუნდის ნაწილში, იმიტომ რომ სკოლის სპეციფიკა, პროფესიული განათლების სპეციფიკისგან ცოტა განსხვავებულია და სკოლასაც მოდერნიზება მეტი მოხილობა ჭირდება, ხო? მათ ჭირდებათ მზაობა ამისათვის, რომ ამ პროცესებს გაუძღვნენ და შესაბამისად სამინისტრო სრულად არის მხარდამჭერ როლში წარმოდგენილი და ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ორ კითხვას გავაერთიანებ. თქვენ აღნიშნეთ, მე მგონი 80-ზე მეტი სკოლა ახსენეთ, სადაც არის ეს, მაგრამ თქვათ რაღაც კონკრეტულ სივრცეში პირობითად თბილისის ერთი უბანი ავიღოთ, იქ შეიძლება რაღაცა 5 სკოლიდან, რომელიც ერთ კვარტალშია, უხეშად თქვათ, ერთს კონდეს ეს. დანარჩენ 4 სკოლაში მყოფ მოსწავლეებს თუ აქვთ ამის გამოყენების სურვილი, მათი მობილობა და ამ სკოლაში ინტეგრირებული სწავლების მექანიზმის გამოყენების რა საშუალება არსებობს, ანუ იგი უნდა გადავიდეს იმ სკოლაში, თუ რჩება თავის სკოლაში და უბრალოდ ფიზიკურად ივლის თუ არა და მეორე, სწორად ახსენეთ, რომ სკოლა სხვა პროფილი აქვს და პროფესიულ სასწავლებელს სხვა პროფილი, მაგრამ თუ კონკრეტულ მიმართულებას იღებენ, შეიძლება მარტო მასწავლებლების იქ მომქმედი მასწავლებლების გადამზადება ამ სკოლისთვის არ იყოს საკმარისი, ან თუნდაც ფიზიკურად არ ყავდეს ამ რაოდენობის და რა ხდება ამ შემთხვევაში სპეციალისტების მოწვევის უფლება რამდენად გააჩნია ინტეგრირებული სწავლების შემთხვევაში სკოლას. ეს ორ გავაერთიანე. კი ბატონო. საინტერესო კითხვაა ნამდვილად, იმიტომ რომ ყველას აქვს ეს კითხვა, ხშირად რეკავენ და მოგმართავენ ამ კითხვით. რა თქმა უნდა, სკოლა, როდესაც აცხადებს მიღებას, პირველი პრიორიტეტი ენიჭება ამავე სკოლის მოსწავლეს. თუმცა სხვა სკოლის მოსწავლეების ჩარიცხვა და გადმოსვლა, რა თქმა უნდა, არ არის შეზღუდული და იმ შემთხვევაში თუ სკოლას დარჩა გარკვეული თავისუფალი ადგილები, აბსოლუტურად ღიაა სკოლა, რომ ჩარიცხოს სხვა სკოლის მოსწავლეს პროფესიულ პროგრამაზე. მეორე მხრივ ეს დანაკლისებელში გაწყვეტინებთ, თუ მოსწავლეებს ბევრს უნდა ადგილი არჩებათ ფიზიკურად, ალბათ мотиваციის მეტი მიზეზი ხდება სხვა სკოლებისთვისაც, ხო? რა თქმა უნდა, თუმცა შესაძლებლობები ძალიან ბევრია, იმიტომ რომ შეუძლიათ, ვთქვათ, პროფესიული პროგრამა თუ სკოლაში ვერ მოხვდნენ და ვერ ჩაირიცხდნენ, ამ შემთხვევაში კოლეჯშიც არის ადგილები, ანუ ნამდვილად ის სიტუაცია და მოცემულობა არ გვაქვს, რომ ასე ვთქვათ, აპლიკანტების მხრიდან მიწოდების ნაწილში არ გქონდეს შესაბამისობა. ვცდილობთ მაქსიმალურად. რაც შეეხება მასწავლებელთა ჩართულობას, არის შემთხვევები, განსაკუთრებით ინტეგრებული მოდულების შემთხვევაში, ჩვენ ეს ინტეგრებული სწავლება გულისხმობს იმას, რომ პირობითად საბუნებისმეტყველო მიმართულების საგნები გაერთიანებულია ერთ მოდულში. ამ შემთხვევაში შეუძლია სკოლას, რომ გამოიყენოს ფიზიკის, ქიმიის მასწავლებელი ჩართოს პროცესში, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების სწავლების სპეციფიკაში გადამზადებული. რაც შეეხება დარგობრივ მოდულებს, რა თქმა უნდა, სკოლას არ ეყოლება დარგობრივი მიმართულების მასწავლებელი, პირობითად შესაძლებელია ყავდეს IT სპეციალისტი, რომელიც ქსელებზე მუშაობს სკოლაში, მაგრამ გრაფიკული დიზაინი თუ დაანერგა სკოლამ, გრაფიკული მიმართულება არ იცოდეს მისმა სპეციალისტმა. ამ შემთხვევაში სკოლა არის აბსოლუტურად ღია, რომ მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტი. ამაში ძალიან დიდ მხარდაჭერას და კონსულტაციებს უწევენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მათ უკვე ყავთ გარკვეული მასწავლებელთა კორპუსი და შესაძლოა რომ საზიარო მასწავლებელიც კი ყავდეს სკოლას და კოლეჯს. ან იმ შემთხვევაში თუ არის ძალიან კარგი სპეციალისტი, სწავლების მიმართულებით ხდება ამ სპეციალისტის გადამზადება უკვე პროფესიული განათლების სპეციფიკის სწავლებასთან დაკავშირებით და შემდგომში ერთვება სასწავლო პროცესში. კი ბატონო. ჩვენ ნახოთ თბილისი ვახსენეთ არაერთხელ და საინტერესოა თუნდაც იგივე ინტეგრირებული სწავლების ელემენტები აი ამ 80-ზე მეტი სკოლიდან რამდენია რეგიონში და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა როგორია ზოგადად რეგიონში, იმიტომ რომ პროფესიული სასწავლებლებიც არ არიან მხოლოდ თბილისში თავმოყრილნი და მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან მინიმუმ დასავლეთი, აღმოსავლეთი ლოკაცია მაინც გაგვაჩნია. მოკლედ რეგიონებში ხელმისაწვდომობა და ჩართულობა, ინტერესი პროფესიული სასწავლებლებისადმი როგორია თქვენი ხედვით შეფასებით და იმ ინფორმაციის საფუძველზე რაც გაგაჩნიათ.
ზოგადად პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის იმისათვის, რომ არა მხოლოდ ფიზიკური ხელმისაწვდომობის ნაწილი იყოს, არამედ ხელმისაწვდომი იყოს პირობითად ინკლუზიური განათლების მიმართულება და ასე შემდეგ. ფიზიკური ხელმისაწვდომობის ნაწილში ძალიან აქტიურად მუშაობთ, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ მუნიციპალური დაფარვა გამაუმჯობესოთ. დღეს მდგომარეობით საქართველოში ყველა რეგიონში არის პროფესიული სასწავლებელი და რაც შეეხება მუნიციპალიტეტებში ჩაშლას თუ გავაკეთებთ, თბილისსა და 47 მუნიციპალიტეტში არის ხელმისაწვდომი საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სადიპლომო პროგრამებს ახორციელებს. თუმცა გვაქვს რიგი დაწესებულებები, სადაც სკოლებში შეთავაზებულია მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების სასერტიფიკატო კურსები, ეს არის კიდევ ერთი მოქნილი გზა პროფესიული განათლების სისტემაში შემოსვლისთვის, სადაც მხოლოდ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები ხორციელდება. თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი გეგმები იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მეტი მუნიციპალიტეტი დაიფაროს და მუნიციპალიტეტშივე შეეძლოს საკუთარ სახლთან ახლოს მიიღოს პირმა პროფესიული განათლება. და უკვე საერთოდ როც იწურება და ალბათ ყველაზე წვავე რაკურსიდან უნდა კითხოთ და დავინახოთ პროფესიული განათლება. და ამ ხრივ მგონია რომ კიდევ უფრო მეტი მოქნილობა გააჩნია პროფესიული სასწავლებლის მცნებას ჩვენ ცხოვრობთ თანამედროვე სწრაფად ცვალებად რეალობაში, როდესაც იგივე პროფესიები მოძველებადია, ამ სიტყვასაც ვიხმარ, ან რაღაცა განვითარების ისეთ ეტაპზე გადადის, რომ ადრე მიღებული განათლებით უბრალოდ დიდად ვერაფერს გახდები. შრომის ბაზარი წესით უნდა იქცეს იმ სივრცედ, რომელიც იქნება მოკარნახე პალიტრისა, სპეციალობებისა და მიმართულებისა. გასაგებია და ლოგიკურიც არის, რომ თქვენი დეპარტამენტი ალბათ, თქვენი დეპარტამენტის თავარი საქმიანობა სწორედ აი მაჯისცემის მაქსიმალურად შეგრძნებაა და როგორ განისაზღვრება და რამდენად შეესაბამება შრომის რეალურ ბაზარს ის სპეციალობები, რომლებსაც კოლეჯები თუ იგივე სკოლები ინტეგრირებული სახით გვთავაზობენ. ეს ყოველი დეკადის შესწავლა, ყოველ წელიწადში ერთხელ შესწავლაა თუ რა ბაზაზე დაყნობით ახდენთ, ასე ვთქვათ, პრიორიტეტული მიმართულებების ფორმირებას სად უფრო მეტია, ვთქვათ, შიმშილი კადრებისა და აქვე კითხავთ ერთსაც თვითონ სპეციალობების არჩევის შემდეგ პროფესიული მიმართულების კურსდამთავრებულების დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი როგორია და რამდენად მზარდია? ძალიან საინტერესო კითხვა არის. პირველ რიგში შრომის ბაზრის მოთხოვნების საჭიროებების კუთხით ვიტყვი იმას, რომ რეალურად ჩვენ როგორც აღვნიშნე, პროფესიული პროგრამა ეფუძნება საგანმანათლებლო სტანდარტებს. და ეს სტანდარტები, პროფესიის სტანდარტები და საგანმანათლებლო სტანდარტები შემუშავებულია აბსოლუტურად დარგის მოქმედი პრაქტიკოსების და ბიზნეს ორგანიზაციების ჩართულობით. რეალურად ის შედეგები, რაზეც უნდა გავიდეს პროფესიული სტუდენტი, ნაკარნახევი არის დარგის მხრიდან, უბრალოდ მას ეხმარება განათლების ექსპერტი, რომ სტრუქტურა როგორ ჩამოყალიბდეს, აი ამ ნაწილში. თუმცა შედეგები აბსოლუტურად მათი მხრიდან არის ნაკარნახევი. მეორე ფილტრი უკვე რასაც პროგრამის დანერგვა გადის, არის უკვე როდესაც კოლეჯი ან სკოლა ნერგავს პროგრამას და ირჩევს პროგრამას. მათ უწევთ ავტორიზაციის მიღებამდე გარკვეული დასაბუთების მომზადება კონკრეტული პროგრამა, რომ ნამდვილად შრომის ბაზარს სჭირდება იმ რეგიონისათვის. ავტორიზაციის პროცესი არის ავტორიზაციის მოპოვების შემდეგ 6 წელი შეუძლია დაწესებულებას, რომ განახორციელოს პროგრამა, მაგრამ ეს 6 წლიანი ციკლი არ გულისხმობს იმას, რომ სტატიკურად ეს დაწესებულება მხოლოდ ამ პროგრამებს ახორციელებს. პერიოდულად დაწესებულების მხრიდან, რა თქმა უნდა, ფასდება შრომის ბაზარი, იმატებს, რა თქმა უნდა, იმატებს ახალ პროგრამას. შესაძლოა, რომ თუ გამოიკვეთა, რომ უკვე მის მიერ ავტორიზებული პროგრამა აღარ არის მოთხოვნადი, საერთოდ აღარ გამოაცხადოს ამ პროგრამაზე მიღება და ეს არის მუდმივი პროცესი. და რაც შეეხება წარსულში მიღებული განათლების
დღევანდელი შრომის ბაზარზე თავსებადობის საკითხს, აი ამ ნაწილშიც ძალიან საინტერესო მიმართულება გვაქვს ჩვენ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი პროგრამები, რომელიც დაახლოებით 2-დან 7-8 თვამდე პერიოდს მოიცავს და ეს არის პროფესიული პროგრამები, სადაც ნებისმიერ ადამიანს დასრულს შეუძლია შემოვიდეს, გაიუმჯობესოს უნარები და ასე ვთქვათ, მისი ცოდნის ადაპტირება მოახდინოს შრომის ბაზარზე. ამ ტიპის პროგრამების მრავალფეროვნება კიდევ უფრო დიდი არის, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკურ პროფესიულ უნარებზე არის მორგებული და თვითონ კერძო სექტორიც კი არის ამ ტიპის პროგრამების მიმწოდებელი. და დასაქმების მაჩვენებელი რამდენად მზარდია? დასაქმების მაჩვენებელი არის ძალიან მზარდი. ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ კურსდამთავრებულთა კვლევას და ბოლო მონაცემებით დაახლოებით არის 79%, 79.4%-ია კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი. ის კარგი მაჩვენებელია და ძალიან დიახ. წესით ხო, 70-80% უნდა იყოს ალბათ მინიმუმი და მგონია რომ საგანმანათლებლო მიმართულებას უფრო მეტი აქვს აი ეს მოქნილობის საშუალება, მით უმეტეს თუ ისეთი სისტემა არსებობს აკრედიტებული სასწავლო ცენტრების მხრიდან ვალდებულებებისა, რომ ცვლადი უნდა იყოს, თქვათ, იმ პროგრამების პალიტრა, რომლებსაც ისინი სთავაზობენ მომავალ კურსდამთავრებულებს და ამ მოცემულობაში ალბათ პროფესიული განათლების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილების იმედი მაქვს, რომ უფრო მასშტაბური რეალობის მომსწრენი გავხდებით. კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა ამ ყველაფერს საუბრისთვის. კიდევ ერთხელ შევახსენოთ რადიოს მსმენელს, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სადმი ხელმისაწვდომობა ისევ არსებობს და 29 მაისამდე გაგრძელდება ხო რეგისტრაცია? 29 მაისის ჩათვლით ვეტ.ჯ-ზე. ანუ დასაქმების ამ პორტალზე რეგისტრაციაც პრინციპში შეუძლიათ დიახ მარტივი ელექტრონული ფორმით, თუმცა თუ გარკვეულ სირთულეს წააწყდება პირი, შეუძლია რომ მიბრძანდეს კოლეჯში და კოლეჯის დაეხმარებიან აბსოლუტურად კონსულტაციასაც გაუწევენ კარიერის მართვის მენეჯერები არიან იქ, რომლებიც პროფესიის არჩევაშიც კი დაეხმარებიან. გასაგებია. დიდი მადლობა პროფესიულ სწავლებაზე სასაუბროთ რადიომედის სტუდიაში ჩვენ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ნათია გვირჯიშვილს მასპინძლობდით. ჩვენ იმასთან დიალოგი აიტვირთება რადიომედის Facebook